ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. კურიერის ინფორმაციით კანდიდატებთან დაკავშირებით ლელოსა და გახარიას გუნდს შორის დაპირისპირება გრძელდება. არსებული ინფორმაციით ლელო თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გახარია არ ეთანხმება. ექს-პრემიერმა ამ თემაზე სასაუბროდ ბერლინში ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა დაიბარა, თუმცა გავრცელებული ვერსიით შეთანხმება ვერ შედგა. პარალელურად ორივე გუნდში შიდა დაპირისპირებაა პროპორციულ სიებთან დაკავშირებითაც. ვინ იქნება პირველი ნომერი? დეტალებს უკვე ლელა ჯავახიშვილი მოგიყვება, ის კურიერს უერთდება. ლელა, ეთერში ხარ. ლანა გალდავა თუ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი გავრცელებული ინფორმაციით ორივე სურს იყოს სიის პირველი ნომერი, თუმცა პარტიის პოლიტსაბჭო განიხილავს ვატო სურგულაძის კანდიდატურას, რომელიც ასევე იქნება ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. ამას თავად სურგულაძე ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ სიის პირველი ნომრის კანდიდატობასთან დაკავშირებით პარტიაში დაპირისპირებაა. ჩვენ ამ დრომდე მხოლოდ ვატო სურგულაძესთან დაკავშირებას შევძელით. ის სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა პარტიული სია საერთოდ არ შედგეს, ასევე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ამ დრომდე გიორგი გახარიას პარტიასთან კონსულტაციები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა თავად გიორგი გახარიასთანაც იმყოფებოდნენ ბერლინში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არ ეთანხმება თბილისის მერის პოზიციაზე ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურების განხილვას. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა კურიერმა გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა. მემორანდუმის ხელმომწერები ლიდერთან სწორედ საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიზნით ჩავიდნენ, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. გიორგი გახარიას პარტია პარალელურად ისევ განიხილავს გიორგი შარაშიძის კანდიდატურასაც, თუმცა ამბობს, რომ ლელოსთან ძალიან მალე ჩამოაყალიბებს პოზიციებს და ძალიან მალე წარუდგენენ საზოგადოებას შეთანხმებულ კანდიდატებს. ლანა გალდავას და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის კანდიდატურებზეც ის პირველ ნომრად სექტორ ყოფილა სიაზე, ვინ რომელ ნომრად იქნება და შეიძლება ჩვენ საერთოდ ხანარი ის იყოს თან აქტივი მეორე მესამე დიდი ადრე არ იქნება, იმიტომ შედეგზე ორიენტირებული ის დადებს უკეთესდეს ის შესაბამისად ის და თუ მაჟორიტარად ვერ გავიდა, იაში ის გადაიდოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა? კი ბატონო, მაგას ვიტყვი, არის შეიძლება ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარად კიდე. ელისაშვილის და სეფაშვილის კანდიდატურებს ადასტურებ. მიმდინარეობს კონსულტაციები, იგივე კიდევ გიხარი გახარიასა და პასუხი არ. არც თბილისში და არც რეგიონებში შეთანხმებული კანდიდატები ცალსახად გამოკვეტილად არსად არ დადებულა. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი შარაშიძის კანდიდატს, რა თქმა უნდა, განიხილება ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება შეთანხმებული კანდიდატი. ითქვა, რომ გიორგი გახარია არ ეთანხმება მერაბ სეფაშვილის და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას. არა, ამას მე არ ვერ კი არა პირველ რიგში არ დავადასტურებ. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, ვინაიდან გიორგი გახარია მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე და სწორედ ამიტომ მოხდა იქ შეხვედრა. არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი. ამ დრომდე მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატი წარდგენილი ყავს მხოლოდ მართლ პარტიას. ქართულ ოცნებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებული შეუთანხმებლობა და დაპირისპირება არ უკვირს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თუ კი დადასტურდება ყველა ის ინფორმაცია იმ კონკრეტულ სახელგვარებთან დაკავშირებით, რაც მედიაში უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება, ეს მათ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს. ჩვენ ხედავთ, როგორ უბედურ დღეში არის მთლიანად ჯამურად რადიკალური ოპოზიცია, 4-ვე რადიკალური პარტია, ვისაც ჩვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ვუწოდებთ. იქ დაპირისპირება არის უშუალოდ ამ პარტიებს შორის, დაპირისპირება არის ამ პარტიის წევრებს შორისაც, ვინაიდან კი, რა თქმა უნდა, ისინი ერთი ვერტიკალიდან იმართებიან, თუმცა ყველა სურს, რომ ამ გარეთ ძალების ასე ვთქვათ, ფავორიტი იყოს და შესაბამისად არავის არ უნდა ფავორიტობის დათმობა, ვინაიდან ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიით, ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება, ასე შემდეგ. იმდენად არასერიოზულები არიან, რომ ზოგადად ეს ორი რადიკალური პარტია, რომელიც აცხადებს, რომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, თვენახევარი არის არჩევნებამდე დარჩენილი, დღემდე არ აქვს წარმოდგენილი არც სია, არ აქვს წარმოდგენილი არც კანდიდატები, არც მერობის კანდიდატები, ბატონი სეფაშვილი, იგივე ბატონი ელისაშვილი და ასე შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენოს საერთო კანდიდატად, ვინაიდან საარჩევნო კამპანიას არ დაგვჭირდება ისე მოვიგებთ პირველ ტურში.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. წინა საარჩევნო კამპანია დაწყებულია, თუმცა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ამ დრომდე არც კანდიდატები წარუდგენიათ და არც საარჩევნო პროგრამა. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივა. საზოგადოებრივი მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტი ჩაატაროს, რათა გაირკვეს რა არის ხალხის დაკვეთა. საუბარია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს კითხვაზე. ხართ თუ არა მომხრე LGBT პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ოპოზიციის ნაწილი ისევ ამბობს, რომ კანონები ევროპულ კავშირთან ფუნდამენტურ აცდენაშია. მართლ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ბრიუსელის ეს პირობა გაუგებარია, რადგან კანონების გაუქმება უვიზო მიმოსვლასთან კავშირში არ არის. ლევან ფანცხავა მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერის პირდაპირ ეთერშია. ლევან, გისმენთ. დიახ, საზოგადოებრივი მოძრაობა სვამს კითხვას, რადგან ბრიუსელის მოთხოვნის უკან, როდესაც ისინი მოითხოვენ ჩვენმა ქვეყანამ გააუქმოს ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მკაფიო კითხვებზე მკაფიო პასუხები უნდა იყოს გაცემული და აცხადებენ იმასაც, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებთან ერთად პლებისციტიც უნდა ჩაატარდეს, რადგან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით. კანონები, რომლის გაუქმებასაც მოითხოვენ ინტენსიურად ევროპიდან, სრულად ჯდება ევროპულ სტანდარტებში. ისინი მუშაობს ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა. და ეს მოთხოვნა, ესეთი კატეგორიული მოთხოვნა, რომ თუ არ გააუქმებთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს, თუ არ გააუქმებთ კანონს LGBT პროპაგანდის შესახებ და ასე შემდეგ, თუ ეს კანონები აბსოლუტურად არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. და ამ კანონების მიღება იყო საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა, რაც არის ჩვენი სუვერენიტეტის გამოევლინება. ჩარევა ასეთი ფორმით, როგორი ფორმითაც დღეს ევროპელი ექსპერტები ერევიან ჩვენს პოლიტიკაში, სხვა არაფერია თუ არა ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ევროპამ ისევე როგორც დანარჩენმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. შემოვედით ესეთი ინიციატივით, რომ ჩატარდეს ქვეყანაში პლებისციტი და საზოგადოებამ თქვას, მიაჩნია თუ არა ეს კანონები იმ კანონებად, რომელიც უნდა მუშაობდეს ჩვენ ქვეყანაში. ევროპის მოთხოვნის შესაბამისად უნდა გაუქმდეს თუ არა კანონპროექტები, რომელიც ეხება ოჯახური ღირებულებების დაცვასა და გამჭვირვალობას. კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხს არცემენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ თუ ბრიუსელი მოითხოვს შევასრულოთ ეგრეთ წოდებული დავალება, მისგან ეს უნდა მოხდეს, რადგან თუ სურს ჩვენს ქვეყანას თუ სურს რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, მათი დავალებებიც უნდა შესრულდეს. ამ ჯგუფების პროპაგანდულად სურთ შეფუთონ, რომ თითქოს და პრობლემის არსი გახლავთ ის, რაც არ არის პრობლემა. არსებობდა კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ძალიან ბევრი მოთხოვნა. და ამ მოთხოვნების შესრულება დაკისრება გვაქვს, იმიტომ რომ გვინდა რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ და მათ შორის უვიზო მიმოსვლით სარგებლობდეთ და იმ სიკეთეებით, რომელიც ევროპასთან გვაკავშირებს. მათი ნება რა კითხვას დასვავენ, რა ნარატივს განავითარებენ. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი, დასავლეთის ვექტორი და ევროპული ვექტორი დგას ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის თავისუფლების პატივისცემაზე. ეს მათ გაარჩიონ, არის თუ არა აცდენილი. მართველი გუნდისთვის გაუგებარია რა შუაშია ამ კანონების გაუქმება ევროკავშირში გაწევრიანებასა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ყოველთვის საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედებს. თუ ქართველს საპირწონეთ დაუყენებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომლითაც ჩვენ სარგებლობთ, თუ საპირწონეთ დგება ის, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტრადიციებზე, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს ღირებულებებზე და რაღაცა LGBT პროპაგანდა დაუშვათ, რომელიც ყველაზე სახიფათო რა თქმა უნდა ბავშვებში არის და სადამდე მიიყვანა ამ ყველაფერმა დასავლეთ ევროპის ძალიან წარმატებული ქვეყნები, რომელსაც მე შეგნებულად არ ჩამოვთვლი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით განსხვავებულ აზრს ფაშისტურად დევნიან და ეს რაღაცა მახინჯი
იდეოლოგია, რომელიც ისეთ მარტივ ჭეშმარიტებას უარყოფს, მაგალითად როგორიც არის ის, რომ სულ არსებობს ორი სქესი, კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება, ხო? ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ვიღაცა დაგვიდებს სასტორის ერთ პინაზე ასარჩევად, აი ამ სიმახინჯის მიღებას და მეორე პინაზე რაღაცა ტიპის სასარგებლო სარგებელს ჩვენი მოქალაქეებისთვის, იგივე ვიზა ლიბერალიზაციას ან სხვა ტიპის ასე ვთქვათ კომფორტს, რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ იმას, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა იყოს დაცული, ჩვენი მომავალი თაობები იყვნენ დაცული. ოპოზიცია ძალიან აცტენილია რეალობას და ის ევრობიუროკრატები ძალიან აცტენილები არიან რეალობას, ვინც მიიჩნევენ იმას, რომ გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, ან ვინც მიიჩნევენ ის, რომ ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მოძრაობამ განცხადება 2 დღის წინ გამოაქვეყნა. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ლევან ფანცხავა იყო. მამუკა ხაზარაძე ისევ ანაკლის სპორტის პროექტზე საუბრობს. მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული. წერს ლელოს ლიდერი, რომელიც განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. სიცრუესა და თაღლითობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში, სადაც ხაზარაძეს 2 საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ახსენებენ. პოზიციებს ქეთი ზანთარაია უფრო დეტალურად გავგაცნობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ქეთი. ანაკლის სპორტის პროექტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელზეც ყველაზე ხშირად წერს პატიმრობაში მყოფი ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ყველა განცხადებაში აქცენტს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა მიზანმიმართულ ხელისშეშლაზე საუბრობს ხელისუფლების მხრიდან. მსგავსი შინაარსის განცხადებები მმართველი პარტიისთვის ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ხრიკი მამუკა ხაზარაძის მხრიდან იმისთვის, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მას უნდა შეესრულებინა ამ პროექტით აღებული ვალდებულებები, ახლა მთელი პასუხისმგებლობა დააკისროს სწორედ ხელისუფლებას. არ არსებობს რამე სახის მოცემულობა, რომ ჩვენ სრულფასოვანი შემდგარი ერიან სახელმწიფო გვერქვას, სანამ ქვეყნის ერთიანობა აღდგენილი არ იქნება. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. ანაკლის სპორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული. ანაკლიასაც ავაშენებთ და ქვეყანასაც გავაერთიანებთ. მმართველი პარტია ლელოს ლიდერს შეახსენებს, თუ რა ვალდებულებები ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს აღებული ანაკლის სპორტის პროექტთან დაკავშირებით. ასევე დღეს ქართული ოცნების მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა შეხსენება იმის, თუ რა გადაწყვეტილებები აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული როგორც პარიზის, ასევე ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს. ბატონი ხაზარაძე არ ეშვება თავის რიტორიკას ანაკლის სპორტთან დაკავშირებით. მთავრობა ყველანაირად ხელს უწყობდა, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებიც კი შევიტანეთ ამ ყველაფრისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებული იყო. მან პირდაპირ ჩააგდო ეს პროექტი, ვერ მოიზიდა ინვესტორები. მან წააგო 2 საარბიტრაჟო დავა, ერთი წააგო პარიზში, ერთი წააგო ვაშინგტონში. ანუ ჩვენმა სასამართლომ ამხილა იგი და მისი პარტნიორი ბატონი ჯაფარიძე როგორც თაღლითები, შემდეგ წააგეს 2 საერთაშორისო საარბიტრაჟო და პირიქით საერთაშორისო საარბიტრაჟოებმა დააკისრეს თანხის გადახდა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ ყველაფრის ფონზე მაინც იგივე რიტორიკას აგრძელებს ბატონი ხაზარაძე და იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას იმგვარად ჰქონდა პარიზის საარბიტრაჟოში სარჩელი შეტანილი, რომ დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიქონდა $1.5 მილიარდი და ესეც არ დაავიწყდეს ჩვენ საზოგადოებას. ამ ყველაფრის ფონზე იგი მაინც აგრძელებს იგივე რიტორიკას და ჩვენ ვისურვებდით, რა თქმა უნდა, რომ კიდევ სხვა საარბიტრაჟოშიც გაასაჩივრონ ეს ყველაფერი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ფული დააკისრონ გადასახდელად საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ. პარიზის და ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებები უკვე არსებობს და ახლა ხელისუფლება ელოდება, რომ შესაბამისად ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად საქართველოს ბიუჯეტში $7 მილიონ-ზე მეტი ჩაირიცხოს. მადლობა, ეს იყო ლილა ჯავახიშვილი.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოში პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ განცხადებები განიხილა და 14 პარტია დაარეგისტრირა. კომისიაში დოკუმენტაცია სულ 17-მა პოლიტიკურმა მოძრაობამ შეიტანა, თუმცა ცესკომ 3-ს რეგისტრაციაზე უარი უთხრა, რადგან უწყების ცნობით მათ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს პარტიული სიებისა და კანდიდატების ადგენას, ამისთვის პარტიებს ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ. საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მიმართა 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა შემოსული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია და 14 საარჩევნო სუბიექტი დაარეგისტრირა ამ არჩევნებისთვის, ხოლო 3 პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა შემოტანილი განაცხადი, რეგისტრაცია ვერ გაიარა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. ქართული ოცნების აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა მხარდამჭერებს ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი წარუდგინა. ზაზა დიასამიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო. 2021 წლიდან კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი. მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მეორედ წავდგე ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხელვაჩაურელების წინაშე. მადლობა მინდა უთხრა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ ლიდერებს და ამ გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ, ჩვენ მეტ წარმატებას მივაღწევთ, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მასშტაბით. ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მხარდამჭერებს ქობულეთის მერობის კანდიდატის წარუდგინა. ირაკლი ცეცხლაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ქობულეთის მერის მოადგილე იყო, მაისიდან კი მერის მოვალეობის შემსრულებელი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პატივია მემსახურო ჩემს ხალხს. მზად ვარ წვლილი შევიტანო მის განვითარებაში, წინსვლასა და გაძლიერებაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს და პარტია ქართული ოცნების გუნდს. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. მათი სახლებისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე მითითებული ადგილებიდან ამოღებულია გასაყიდად განთავსებული მეთადონი. ბრალდება არის ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 წლის პირი დააკავა საპატრულო პოლიციამაც. ამოღებულია 5 შეკვრა დაფასებული მეთადონი. დანაშაულები 20 წლამდე, ანუ უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. უკანონო მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები. ისინი ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ. 13-ვე პირი დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება. მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. საზღვრის უკანონო ტყვეთის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით 27 წლის პირმა საზღვარი საკონტროლო პუნქტის გვერდისავლით გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-მარნეულის გზაზე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა. პუტინი ალასკაში მიემგზავრება. ტრამპთან შეხვედრამდე კრემლის ლიდერი მაგადანში ჩავა. უკვე ალასკაშია რუსეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან რუსეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები. რუსეთის პრეზიდენტი ალასკაში დაახლოებით 12 საათში ჩავა, რის მერეც მალევე ტრამპთან შეხვედრაა ჩანიშნული. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ მედიისთვის კომენტარები გაკეთდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპი ზელენსკის და ევროპულ ლიდერებს დაურეკავს. პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის. ფიქრობ, ეს კარგი შეხვედრა იქნება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის მეორე შეხვედრაა, რომელსაც უკვე ვგეგმავთ. შევხვდებით პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. შესაძლოა ევროპელი ლიდერებიც მოვიწვიოთ, თუმცა არ ვიცი, საჭიროა თუ არა ეს. ვფიქრობ, პუტინი მშვიდობას დაამყარებს და ზელენსკიც იმავეს იზამს. მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილ ვიყავი, პუტინი მთელს უკრაინას ჩაიგდებდა ხელში. ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო უნდა იყოს. გავიგებთ სად დგას თვითოეული მხარე. პირველივე წუთებიდან გაირკვევა, როგორი იქნება ეს შეხვედრა. თუ მოლოდინს არ გაამართლებს, ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია და მას დავაფიქსირებთ. სტივ უიტკოფის ვიზიტების დროს უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს დღეს ამ ძალიან საინტერესო საუბარს გავაგრძელებთ.
ტრამპი პუტინის შეხვედრამდე კი ანკორიჯში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები შტატში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. BBC წერს, რომ პროტესტში ასეულობით ადამიანი მონაწილეობს. ქალაქში ასევე დაგეგმილია როგორც ტრამპის საწინააღმდეგო, ისე მხარდამჭერი დემონსტრაციები. პარალელურად რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს განაგრძობს. ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით ოკუპანტებმა 2 ბალისტიკური რაკეტა და 100-მდე დრონი გაუშვეს. აფეთქებებია ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქებში. საფასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც. სამარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. მედიის ცნობით, ცეცხლი დრონები დარტყმის შემდეგ გაჩნდა. ქარხანა როსნეფტის ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტია და სამხედრო ნაწილებს საწვავით ამარაგებს. მეორე დღეა შეტაკებებია სერბეთის ქალაქებში. ღამით დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებს, მომხრეებსა და ძალოვანებს შორის. დაკავებულია 37 მოქალაქე. ქალაქ ნოვი-სადში დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობა დაარბიეს. ბელგრადში კი ერთმანეთს პიროტექნიკა აისროლეს დემონსტრანტებმა და მთავრობის მხარდამჭერებმა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ევროპა ისევ ხანძრებს ებრძვის. ესპანეთში სტიქია, ზამორას და ლეონის რეგიონებში მძვინვარებს. დაღუპულია 3 ადამიანი. დამწვარია 36,000-ზე მეტი ტერიტორია. ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ევაკუირებულია 10,000-მდე მოქალაქე. ცეცხლის 46 აქტიური კერაა პორტუგალიაში. ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ძლებს. ცეცხლია საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზეც. რამდენიმე რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. დღეიდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობის პროგრამა სრულიად სახელმწიფო მართვაში გადავიდა. გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები. 15 აგვისტოდან სერვისს ყველა ბენეფიციარს უკვე სახელმწიფო მიაწვდის. თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მიხელ სარჯოლაძემ პროცედურები განმარტა. ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ მომართა სახელმწიფოს სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფოს ცენტრებში და ამას შეძლებენ უფასოდ. ასეთ პირთა რიცხვი აკახლავთ 1512. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არარეგულარული, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია სულმცირე 2 კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად. ანუ 2 ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც, მაგალითად პაციენტის მიერ და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში სხვაობა დოზების შესახებ. იმ შემთხვევისთვის, თუ კი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მომართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფოს პროგრამაში. ამ მიზნით ცვლილებები იქნება შეტანილი შესაბამის ნორმატიულ აქტში. თბილსერვის ჯგუფი ქუჩების დასუფთავებას განაგრძობს. სამსახურის თანამშრომლებმა ამჯერად მორეცხეს სამგორის რაიონში ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩები, გზის სავალი ნაწილი, ურნები და გაჩერებები. სამუშაოები დედაქალაქის 10-ვე რაიონში გრაფიკით სრულდება. ყველა ლოკაციას სპეციალური ხსნარებით მაღალი წნევის ხელსაწყოებით ვამუშავებთ, ვასუფთავებთ და ვაწესრიგებთ. ეს ხდება ყოველ ღამით ყველა რაიონში, თბილისის მასშტაბით 10-ვე რაიონში, თუმცა მთავარი გამოწვევა ისევე როგორც სხვა რაიონებში სამგორშიც არის იგივე, რომ სამშენებლო ნარჩენის გამოტანა ხდება პერმანენტულად. ხამის საათებში საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნების გარშემო, კორპუსების კუთხეებში, განათების ბოძების ქვეშ ალაგებენ რემონტის შემდეგ წარმოქმნილ ნარჩენებს, ასევე მეორად ფურნიტურას, დაზიანებულ ავეჯს, რომელიც ამახინჯებს დედაქალაქს და გაცილებით რთულია დაუგეგმავთ ასეთი ნარჩენის გატანა, ვიდრე თუ მოსახლეობა ჩვენთან ერთად იზრუნებს ქალაქზე, წინასწარ შეგვატყობინებს, ძალიან დაბალ ფასად გაუწევთ იმ მომსახურებას, რომელიც ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ალბათ 10-ჯერ უფრო ნაკლებია. შიდა ქართლში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში სკოლების შენობებს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციის პროცესი. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ 4 ტერიტორიაზე მივსულიყავით. 4 დიდი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება სკოლებით და ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით 20 მილიონ ლარზე მეტი იქნება მიმართული. მნიშვნელოვანი არის, რომ გამართული ინფრასტრუქტურა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მომავალი თაობისათვის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე უშუალოდ სოფელში ადგილზე განვითარებისათვის. სპორტის მინისტრმა საქართველოს MMA-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. ქართულმა მებრძოლებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ისტორიაში პირველად მიიღეს. პირველად ისტორიაში იქნა მოპოვებული 7 медаლი სხვადასხვა სინჯის, 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს медаლი, რომელიც გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს სპორტის სახეობა არის მზარდი, მასობრივი, ძალიან პოპულარული მათ შორის საქართველოს რეგიონებშიც და უახლოეს პერიოდში საქართველოში ტარდება ასევე მსოფლიო ჩემპიონატი სექტემბრის ბოლოს და ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო ხდება პოპულარული ეს სპორტის სახეობა. არ ყავდა საქართველოს არასდროს მსოფლიო ჩემპიონი და მე მინდოდა რომ გამختارიყავ პირველი მსოფლიო ჩემპიონი და ამან უფრო დიდი мотиваცია მომცა, რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგეს ფინალურ ორთაბრძოლაში. ძალიან გამოსტილი მეტოქე იყო და ძალიან კარგი კონკურენცია გამიწია. მე გავხდი ვიცე-ჩემპიონი, ფინალურ ორთაბრძოლამდე მოვიგე 2 ბრძოლა. ფინალში დავმარცხდი ინგლისელ მეტოქესთან და შემდეგში ვაპირებ რომ გავხდე ჩემპიონი. სამინისტროს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლოდით მსოფლიო ჩემპიონატის გამგზავრებას და ესეთი შედეგით ჩამოსვლას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპორტის სამინისტროს ბატონ მინის შალვა გოგოლაძეს იმისთვის რომ ყველანაირად გვიდგას გვერდზე რომ ეს სპორტი განვითარდეს და წინ წავიდეს. და გამოშვების ბოლოს საქველმოქმედო განცხადება. 3 შვილის დედას თათა ჭკუასელს საზოგადოების დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალს ქიმიოთერაპიის კურსთან ერთად ზურგის ტვინის გადანერგვა სჭირდება. ამჟამად თათა ქიმიოთერაპიის პირველ კურსს საქართველოში გადის 2 კვირაში კი საზღვარგარეთ გამგზავრება სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. დღის სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rus.avi.ri/g კურიერი გემშვიდობებად 3-მდე. დროებით.